ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში მიერთების ოქმზე ხელი მოწერილია თანამეგობრობაში საქართველოს გაწევრიანებაზე მინისტრთა საბჭომ თანხმობა პარასკევს განაცხადა, რა იცვლება ამით ქართულ ენერგეტიკულ ბაზარზე და რა ცვლილებები გველოდება პირველი 1 წლის განმავლობაში. ილია ელუშვილი ენერგეტიკის მინისტრი გვერდება პირდაპირ ეთერში. ბატონო ილია, მოგესალმებით. პირველ რიგში გილოცავთ ამ ერთი ეტაპის დასრულებას, რომელიც პარასკევს დასრულდა და ჩემი პირველი შეკითხვა, რა სარგებელს ნახავთ გაერთიანებაში გაწევრიანების შემდეგ, რომელიც ძალიან კომპლექსურია და ბევრ რამეს მოიცავს, თუმცა მინდა გამოყოთ მთავარი მნიშვნელოვანი, რაც დღევანდელი სექტორისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. მოგესალმებით, მეც მინდა მთელ საქართველოს მიულოცო, ნამდვილად უმნიშვნელოვანესი ფაქტი მოხდა. ეს არის ფაქტი, რა მოვლენა, მე ამას დავაქვემდი უმნიშვნელოვანეს მოვლენას. ჩვენ უდიდესი ნაბიჯი გადავდგით კიდევ ერთხელ ენერგეტიკულად, მაგრამ ზოგადად პოლიტიკურადაც ევროპულ ოჯახში, ევროპულ კავშირში გაწევრიანებისაკენ. ფაქტიურად ჩვენ ენერგეტიკულად გავხდით ამ ოჯახის ნაწილი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პროცესი დასრულებულია. საპირისპიროდ პროცესი ახლა იწყება, იმიტომ რომ ძალიან მარტივად რომ ავხსნა, საბოლოო მიზანი აი ამ მთელი ამ პროცესის არის ის, რომ ჩვენი ბაზრები, ევროპული და ქართული ბაზარი აბსოლუტურად გავაერთიანოთ და მოვიყვანოთ სინქრონში. ეს რა თქმა უნდა საკმაოდ რთული ამოცანა არის, მაგრამ დაჭირდება ძალიან დიდი და სერიოზული რეფორმების გატარება ჩვენს ბაზარზე. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს გეოგრაფიულად და ტექნიკურად არის უნიკალური ქვეყანა, არ არის პირდაპირ დაკავშირებული ევროპის ბაზართან. ამ შემთხვევაში გვაქვს ჩვენი მრავალწლიანი ჩამოყალიბებული სტრუქტურები, ტექნიკური და იურიდიული, ჩვენი საკუთარი ბაზრის შესაბამისად. ზუსტად ამიტომ იყო, რომ აი ეს ევროპის ენერგეტიკულმა გაერთიანებამ გაითვალისწინა ყოველივე ეს და ჩვენ მოგვეცა ვადა 2020 წლამდე, რომ ეტაპობრივად გამიზნულად ისე რომ მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ ჩვენ ამ გაწევრიანებისგან და მინიმალური რისკები შევიტანოთ ევროკავშირში, მოვახდინოთ ჩვენი ბაზრების სინქრონიზაცია. ამ პროცესს მიყვეს ასე ვთქვათ ეტაპობრივად და გარკვეული ასე ვთქვათ არქივიც გააკეთოს პირველ წელს 2017 წელს რა იგეგმება, რა ცვლილებები შევა კანონმდებლობაში და რა ნაბიჯები გადაიდგმება, რომ გითხრათ, თუ არის უკვე დაგეგმილი. პირველ ეტაპზე რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი იქნება ის, რომ და დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა არის და განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება. ენერგოეფექტურობა არის პირველი, მე ვიტყოდი, ასევე მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც უნდა შესრულდეს უახლოეს წლებში და 2017 წელს ჩვენ გვეგმავთ, რომ ენერგოეფექტურობის კანონი საბოლოოდ იყოს მიღებული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ასევე მიმდინარეობს მუშაობა იმის კუთხით, რომ სადისტრიბუციო კომპანიებმა მიიღონ საშუალება, რომ მრავალი მომწოდებელი იყოს ბაზარზე და მრავალი მომწოდებლისგან მიიღონ ელექტროენერგია და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ბაზრის წესებში და სხვადასხვა რეგულაციებში შევა მრავალი ცვლილება, რომელიც ეტაპობრივად წაგვიყვანს თავისუფალი ბაზრისკენ. სრულად თავისუფალი ბაზრისკენ, სადაც გამეფებული იქნება მიწოდება მოთხოვნის წესები, კანონები და ამით იხელმძღვანელებს ნებისმიერი გენერაციის ობიექტი თუ მიმწოდებელი თუ დისტრიბუტორი. ბატონო ლია, ეს პროცესი, რომელიც დაკავშირებულია ევროპასთან მაქსიმალურად ჰარმონიზებულ კანონმდებლობის შექმნასთან, რომელიც დაწყებულია, თუმცა მეტ გააქტიურებას საჭიროებს 2017 წელს ენერგოეფექტურობის კანონი, რომელსაც გეგმავთ 2017 წელს მივიღოთ, კიდე რა საკანონმდებლო ცვლილებები იქნება კონკრეტულად რომ გითხრათ? როგორც მოგახსენეთ, ეს მიმართული იქნება იქითკენ, რომ მოხდეს ბაზრის დერეგულაცია. ეს ახლა ძალიან ძნელია ამის ყველა კანონის ჩამოსვლა, მაგრამ ყველა ის ცვლილებები რეგულაციებში და ბაზრის წესებში, როგორც მოგახსენეთ, იქნება მიმართული იქითკენ, რომ მაქსიმალურად ბაზარი იყოს დერეგულირებული, ნაკლები სატარიფო პოლიტიკა, მეტი თავისუფლება მიმწოდებელს, მომხმარებელს, ასევე ძალიან სერიოზული ცვლილებები შევა სემეკის მხრიდან
მარეგულირებელი კომისიის მხრიდან მომხმარებლის უფლებათა დაცვის კუთხით მის რეგულაციებში ესეც 2017 წელს სერიოზული ნაბიჯები გადაიქმნება და ძირითადად აი ამ მიმართულებით იქნება მუშაობა. ბატონო ელია, მე მაქვს ოქმის თქვათ ასე ვთქვი პროექტი, რომელშიც ძირითადად არის ტექნიკური საკითხები, თუმცა აქ ერთი საკითხი ელექტროენერგიის განაწილების ტარიფის განსაზღვრის მიზნით საქართველოს შესაძლოა გააგრძელოს ინვესტორებთან აღებული ვალდებულებების შესრულება, რომელთან დაკავშირებით ხელშეკრულებები გაფორმდა წინამდებარე ოქმის ხელმოწერამდე. ანუ რეალურად თქვათ სხვა ინვესტორებთან, რომელთაც გაფორმდება ხელშეკრულებები, მოგვიწევს ასე ვთქვათ შეთანხმება ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებასთან იმ ტარიფების, რომელიც უნდა დავაწესოთ ჩვენ ბაზარზე. არა, ჩვენ რაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენ საინვესტიციო გარემო არ გავარესებულიყო და ჩვენი შესვლა არ ყოფილიყო ამავდროულად სერიოზული დარტყმა ჩვენი ინვესტორებისათვის და საინვესტიციო გარემოსადმი, ევროკავშირიც და ჩვენც ცხადად ვაცნობიერებთ ამ რისკს და შესაბამისად ავსახეთ ამ ოქში ის, რომ ყველა ის ვალდებულება, რომელიც აქამდე აიღო სახელმწიფომ, შესრულდება. რაც შეეხება რამდენად ჩვენ მივცემთ თუ არ მივცემთ შემდგომში გარანტირებულ ტარიფებს ინვესტორებს, ეს ჩვენი გადასაწყვეტია, ამას არავინ არ გვიგზავნოს. ეს იქნება დამოკიდებული იქიდან, თუ რამდენად აუცილებელი იქნება ამ ტარიფების მიცემა გენერაციის წყაროების განვითარებისთვის და ასევე დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა ფისკალურ და მონეტარულ რისკებს შეიცავენ, მაგრამ ზოგადად საერთოდ თავისთავად ამ ოქთან მიერთება ნიშნავს იმას, რომ ჩვენი სურვილი და ჩვენი მიზანი არის, რომ საბოლოო ჯამში მოხდეს განვითარება იმგვარად გენერაციის ობიექტების, რომ აღარ იყოს საჭირო არანაირი გარანტირებული შესყიდვების და ასე შემდეგ მიცემა, უბრალოდ მოხდეს მთლიანად ეგრეთ წოდებული merchant client-ების, ანუ ისეთი სადგურების შენებლობა, რომელსაც არ გააჩნია გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებები და ექვემდებარება მიწოდება მოთხოვნის კანონს, რომელიც საბოლოო ჯამში უნდა განსაზღვროს ტარიფი. აი ეს არის ჩვენი გაერთიანებაში გაერთიანებაზე საუბრისას თქვენ ახსენეთ მნიშვნელობაზე ამ გაერთიანებაში გაწევრიანებისა, რომ საქართველოს მდებარეობიდან გამომდინარე, რა გამონაკლისები იქნა დაშვებული გაწევრიანების დროს, ასე ვთქვათ, საქართველოსთვის. გარკვეულწილად ძირითადი გამონაკლისები იყო ტრანზიტთან დაკავშირებული რეგულაციები, იმიტომ რომ ჩვენ არ უკავშირდებით ზოგად სატრანზიტო, ჩვენი კორიდორი გვაქვს, რომელსაც ვანვითარებთ და პირდაპირ ესე ვთქვათ ერთ-ერთზე გადაღება მათი რეგულაციების და იმ ფორმების, რითაც ისინი უწევენ თავიანთ მენეჯმენტს, თავიანთ სატრანზიტო სისტემებს არ იქნებოდა სწორი, შესაბამისად ჩვენ გვაქვს იმისი მოქნილობა, რომ ჩვენი უნიკალურობიდან და ჩვენი სპეციფიკურობიდან გამომდინარე განავითაროთ ეს მიმართულება, ასევე რაც თქვენ ახსენეთ ის, რომ ჩვენ არ უნდა უგულებელყოთ ის, რაც აქამდე იყო, საქართველოს ენერგოსისტემა შენდებოდა მე-19 საუკუნის ბოლოდან და მივიღეთ ის, რაც დღეს გვაქვს, გამოიარა მრავალი ქარტეხილი, ჩამოყალიბდა იმ ფორმით, როგორც არის, ამიტომ ესე მარტივად თქმა და მთლიანად სინქრონიზაცია უბრალოდ კანონების გადმოწერა არ იმუშავებდა, ამ კუთხითაც ჩვენ მივიღეთ გარკვეული მოქნილობა და საშუალება, რომ ჩვენ მოვერგოთ იმ რეალობას, რომელიც დღეს არსებობს და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ეს იყო ძალიან ხშირად, რასაც ვერ იგებდნენ ჩვენი ოპონენტები, მათ მიაჩნდათ, რომ ევროკავშირის ბაზარზე შესვლა ეს იყო უბრალოდ მათი კანონების გადმოკოპირება და მე მინდა ამ შემთხვევაში მადლობა მოუხადო ჩემს მოადგილეს ქალბატონ მარიკა ვალიშვილს და მთელს გუნდს, რომელიც ამაზე მუშაობდა, მთელს ენერგეტიკულ სექტორი იყო ჩართული ამ მუშაობაში, რომ ჩვენ მივიღეთ ჩვენთვის საუკეთესო ვარიანტი, ისეთი ვარიანტი, რომლის მიხედვითაც ჩვენ ერთდროულად შევდივართ ენერგეტიკულ გაერთიანებაში, ევროკავშირისა და ამავე დროს მინიმალური რისკები ჩვენთვის და მინიმალური რისკებით მათთვის. დიახ, ბატონო ელია, გარდა იმისა, რომ ველოდებით მეცგამჭირვალობა სექტორში, ველოდებით საკანონმდებლო ცვლილებებს, მეტი ინვესტორის თქვათ მოზიდვას, ასე ვთქვათ, რა იცვლება მომხმარებლებისთვის, ჩვეულებრივი მომხმარებლებისთვის ამ შემთხვევაში, რა შეგვიძლია უთხრათ დღეს მათ, გითხრათ ჩვენ? იცით, ახლა მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ მინდა ახლა დაკონკრეტება, იმიტომ რომ უამრავი ცვლილება იქნება მომხმარებლის კუთხით, მაგრამ მარტივად აღსაქმელი რომ იყოს, გეტყვით, რომ ჩვენთან მომხმარებლის უფლება თანმიმდევრულად წლების განმავლობაში რამოდენიმე გაუთანაბრდება ევროპელი მომხმარებლის
იმ უფლებებს, რომელიც გააჩნია ევროპულ მომხმარებელს. ანუ ყველაფერში მუშაობს ზიარ ჭურჭელის პრინციპი. ჩვენ საბოლოო ჯამში აუცილებლად გავაკეთებთ სინქრონიზაციას მათ ბაზართან, თუმცა ეს იქნება გარკვეულწილად ჩვენი სპეციფიორობიდან და მისი გათვალისწინებიდან გამომდინარე. ამიტომ ქართველი მომხმარებელი საბოლოო ჯამში მისი უფლებებით ისევე იქნება აღჭურვილი, როგორც ევროპელი მომხმარებელი არის დღეს. ძალიან დიდი მადლობა. ევროპელი მომხმარებელი არის ყველაზე ერთ-ერთი დაცული, ამაზე ჩვენ ალბათ არავინ არ ვდავალ. დიახ. დიდი მადლობა ენერგეტიკის მინისტრი ილია ილუშვილი იყო ბიზნეს კონტრაქტის სტუმარი. მადლობა მას თავისი